ხშირად აბრაზებდით ძმები მამას? მამას არა, დედას. დედას? მამასთან გაბრაზება არ გამოდიოდა. ხშირ შემთხვევაში ყოფილა რომ გაგვიბრაზებია, მაგრამ თვითონ არ უყვარდა და ჩვენც არ გვიყვარდა რა, იმიტომ რომ გაბრაზდებოდა მე რაღაცა ერთი დღე ნახევარი ისე იყო რა, რაღაცა არ შემოდიოდა ურთიერთობაში და ეს პერიოდი ძალიან იწელებოდა და ჩვენთვის იყო რაღაცა წარმოუდგენელი, იმიტომ რომ აი კიჭას რო არ ელაპარაკოდა, ხა არ კონდეს კონტაქტი მამასთან, იმ დრო ხა დედა მაინც მარტივია სუჯუსუ გეჩხუბებასო ისა და ხა მამასთან ძალიან რთული იყო. მე ცი როგორ იყო რეზი რახან ბევრად უფროსი იყო იმ ასაკში რა, ასაკშიც თქვათ ბავშვურ ასაკს ეძახი ხო დადგას 15 წლამდე, ეხა შენ რო 10-ის ხარ და ის 14-ის დიდია, შენ რო 12-ის ხარ და ის 16-ის უკვე სკოლამდე ხო და ეს რაღაცა ნაწილობრივ ეს ქონდა გადაბარებული რეზის ჩვენთან ურთიერთობა და აქედან გამომდინარე მამასთან არ ქონია რაღაცა უსიამოვნება, ეხა რაღაცა ერთადერთი რაც ყოველთვის აღსანიშნავი იყო ჩვენს ურთიერთობაში, რომ არ უნდა გვეთქვა ტყვილი რა. იმიტომ რომ სულ გვეუბნებოდა რომც მინდოდესო დაუშვათ რამის არჩევის მოცემა ან რაღაცის გამოსწორება თუ ტყუილსიტყვითო ვერაფერს ვერ ვიზამო და ნუ მამა ვარო, რაც არ უნდა მოხდეს, ხო მაინც მამა ვარო, თქვენ მაინც შვილები ხართო და ანუ ეხა ტყვილი აქ ელემენტარულ ტყილზე არ არის, ხო, რა თქმა უნდა, ვისწავლე თუ არ ვისწავლე, რაღაცა ისეზე მნიშვნელოვანზე და რაღაცა ესე მოხდა სულ რომ რანაირად ცუდად არ უნდა მოუქცეულიყავით, ჭას უნდა ცოდნოდა რა, ხა დედასთვის შეგვიძლია დაგვემალა. მე დედა ხვდებოდა რომ ვიტყვებოდით, მამა ვიცოდა და მე ვერ ითფენდა, მიდიოდა ჭასთან და ეუბნებოდა რომ მე მგონი თლათ ესე არ არისო როგორც იძახიანო და ნუ კიჭას ერიდებოდა რომ ეთქვა რომ ჩემთვის მოყოლილება შენ არ განა მოკლედ აი ესეთ ვითარებაში